ექვთიმე სიმონის და თაყაიშვილი დაიბადა გურიის სოფელ ლიხაურში. მეტის მეტად მკვირცხლა და დაუდევარ ექვთიმეს 3 წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს. 3 წლის არ ვიქნებოდი, როცა ფეხი მოვიტეხე. ხიდან ჩამოვარდი. დროულად კარგი ექიმობა ვერ ჩავიტარე და სამუდამოდ დავკოჭვდი. როდესაც თანატოლებს გავაჯერებდი, ისინი კოჭლაბუხას მეძახდნენ. ექვთიმე მეტად მშრომელი, თავდაჯერებული, მაგრამ ამავდროულად მეტად თავმდაბალი ადამიანი იყო. ბევრჯერ უთქვამს, მე ერთი ინვალიდი კაცი ვარ, ვის რაში გამოვადგები, მაგრამ ვფიქრობ, არავისზე ნაკლებ საქმეს არ ვაკეთებ ჩემი შერყეული ჯანმრთელობითო. იგი თითქმის მარტო, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ეწეოდა ჯაფას ეკლესია მონასტრებში სიძველეთა შესწავლისთვის. მან 1895 წელს ილია ჭავჭავაძის царევით ცოლად შეერთო იურისტ ივანე პოლტარატკის ასული ნინო. მთელი 36 წელიწადი იყო თავის ქმრის ერთგული მეგობარი, თანაშემწე მუშაობაში. 1921 წელს 25 თებერვალს ეროვნულ განმცემლად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ. გაწითლებულ თბილისის დატოვება პარიზში ემიგრაციაში წასვლა ისე მოულოდნელად მოვიდათ ექვთიმეს და ნინოს, რომ წინ რა ელოდათ არავინ იცოდა. მეოთხე საუკუნე დარაჯად ედგა ექვთიმე თაყაიშვილი ამ კაცს, 1000 გვარ ცნებასა და შემოტევას გაუძლო. პარადოქსია, მაგრამ საფრანგეთში ყოფნისას ექვთიმე თაყაიშვილი არათუ ქართველ ემიგრანტთა შორის საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო მსოფლიოში, თუმცა მთელი იმ დროის მანძილზე შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა. სიკვდილამდე ექვთიმეს ამ მოწამეობრივ ცხოვრებას და ვეება პასუხისმგებლობას ინაწილებდა მისი ღირსეული მეუღლეც. მერე კი ექვთიმეს მარტო მოუხდა მეჭურჭლეთ უხუცესის საპატიო ტვირთის ზიდვა. ნინოს ჯანმრთელობა ძლიერ შეერყა. 20 თვის მანძილზე ექვთიმე 1 საათით არ მოშორებია მომაკვდავი მეუღლის საწოლს. ექვთიმე იგონებს, ნინო აღარ მყავს. ეს ალბათ საკმარის, რომ ჩემი სიობრე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოდ კარგად გაიგო. უბედური შემთხვევა საბედისწერო შეიქმნა, 20 თვე იცოცხლა. მე 1 საათით არ მოვცილები ვარ მის საწოლს. საოცარი სიმშვიდით შეხვდა აღსასრულს. 2 დღით ადრე მითხრა, იქნებ მე დედაჩემივით მალე გონება დავკარგო და ახლა მინდა ყველაფერი გითხრაო. ისე მომიალაშ და დამატკბო, რომ ვეღარ მოვითმინე. გული ამომესკმა და ცრემლები მომერია. გაუკვირდა, უფრო მაგარი ნერვების პატრონი მეგონეო. მე ძღონე მოვიკრიბე და ჩემი ვუთხარი. გავუხსენე მისი ამაგი, მისი სათნოება, მისი ჩემდამი სამსახური და სიყვარული. ამით თითქმის გამოვეთხოვეთ ერთმანეთს. მე ისე აღელებული ვიყავ, რომ უკანასკნელი განკარგულებას ხვებს დაავალა. მანდილოსნებს. დღეს ექვთიმე იმდენი კარგი სიტყვა მითხრა, რომ სრულიად დამშვიდებით ვკვდებიო. კუბოში ჩემი და ექვთიმეს ჯვრისწერის სანთელი ჩამაყოლეთო. ის სანთელი საქართველოსთან ჰქონდა წამოღებული. 10 წუთის შემდეგ უმტკივნეულად შეწყდა მაჯისცემა და სამუდამოდ მიიძინა. დაკრძალვას მთელი ქართველობა დაესწრო. ნინოს სათნოებას, ადამიანობას და კაცმოყვარებას აქ დიდი სახელი ჰქონდა. დიდი ხნის ოცნება ფრთებს ისხამდა. უსაზღვრო იყო ექვთიმეს სიხარულე, როცა საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება შეატყობინეს. პარიზიდან 5 აპრილს აფრენილები მე-7 დღეს 11 აპრილს თბილისის აეროდრომზე დაეშვნენ. ღრმად მოხუცი თეთრ წვერულობაში შემოსული ექვთიმე, რომელსაც თბილისის აეროდრომზე უამრავი თანამემამულე ელოდებოდა, კოჭლობით ჩამოვიდა თვითმფრინავის ტრაპიდან. როგორც კი საქართველოს ცას და მიწას შეხედა, მის შესახვედრად მოზღვავებულ ხალხს თვალის შეავლო სიხარულით შემოვლეული ხელების ქნევით შორიდან მიესალმა მათ. მერე ცალი ფეხით ჩაიმუხლა, მშობლიურ მიწას ემთხვია და დამჭკნარა ბაგეთაგან ჩურჩულით მოწყდა ტანჯურს უსწრდა გული განთანაზიარი სიტყვები. კვლავ შენ თავრან მიწა მშობლიურო, შენი განძეულის ერთგული გუშაგი, სნეული დაბრუნებულ ვარ მკურნალად შემეყარო. ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა, იცხოვრა და გარდაიცვალა სამშობლოსთვის. იგი წერდა, ჩემს ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. სწორედ ესაა ყველაზე დიდი ძალა გრძნობდე ჭეშმარიტ ქართველობას. ხალხო, ნუ ტირით, რომ იგი წავიდა, არამედ იამაყეთ, რომ იგი გვყავდა.